მოგესალმებით, ეს არის მილენიალი, მე კი ნუკლი შოშიაშვილი გახლავართ. წინა კვირას მოხდა ინდოეთსა და პაკისტანს შორის გარკვეული შეტაკებები, რომელიც გარკვეული დაძაბულობით დღემდე გრძელდება. არის საშიშროება, რომ ის გადაიზარდოს ომში. მინდა შეგახსენოთ, რომ ორივე სახელმწიფო არის ბირთვული სახელმწიფო, ორივეს გააჩნია საკმაოდ ძლიერი, ესე ვთქვათ, შეიარაღება, მრავალრიცხოვანი ჯარი და არის საშიშროება, რომ ამ კონფლიქტმა მიცეს რაღაცნაირად ბიძგი კიდე სხვა კონფლიქტებს თუ მართლა გაადავა რაღაც ცხელ ფაზაზე. ეხლა არის ძირითადად სასაზღვრო შეტაკებები და არის რა თქმა უნდა პოლიტიკური და გეოპოლიტიკური თამაში მიმდინარეობს. სხვადასხვა ძალიან საინტერესოა ის, რომ თუკი სხვა გეოგრაფიულ არეალზე სხვა დაპირისპირებული პოლიტიკური ძალები ერთმანეთს უპირისპირდებიან, აქ სულ სხვა კონფიგურაცია მოხდა. მაგალითად, როგორც ვიცი, შეერთებული შტატები ტრადიციულად იყო პაკისტანის მოკავშირე და ეხლა პირიქით ინდოეთს უჭერს ხარს, ისრაელის გამოჩნდა ამ კონფლიქტში, როგორც ინდოეთის მომხრე სახელმწიფო. ჩვენ ხედავთ, რომ ჩინეთი, რომელიც როცა საკუთარი ამბიციები აქვს, უფრო მეტად უჭერს ხარს პაკისტანს, ანუ ბრიქსის სახელმწიფოები, რომლებიც იდეაში ერთად უნდა ყოფილიყვნენ, ახლა ცოტა განსხვავებულ პოზიციაზე არიან. რუსეთიც ამ შემთხვევაში არ არის თლად ნეიტრალური, ის შეშფოთებულია გარკვეულწილად ჩინეთის ზედმეტი გაძლიერებით და არის საუბარი, რომ შეიძლება რუსეთი უფრო მეტად იყოს ინდოეთისკენ, ვიდრე პაკისტანისკენ. მოკლედ, ამ საკითხზე სასაუბროდ ჩვენ მოვიწვიეთ ჩვენი სტუმარი, არაერთხელ არის ნავყოფი და იქნება დიდი იმედი მაქვს, შოთა თხელიძე, საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტი. მას ჰქონდა საინტერესო პოდკასტი, თავის პოდკასტი შექმნა, რომელიც საერთაშორისო საკითხებს ეხება, მას ჰქონდა პოდკასტი სწორედ ამ საკითხზე, პაკისტანზე. და ეხლა მინდა რომ ჩემ პოდკასტში ვისაუბროთ თუ რა ხდება ზოგადად ამ მიმართულებით. მადლობა პირველ რიგში შოთა. უნდა ითქვას ის, რომ ქაშმირის ტერიტორია ეს არ არის რაღაცა ახალი კონფლიქტის ზონა, საკმაოდ დიდი ხანია ქაშმირში გაყინულია ეს კონფლიქტი და ეს კონფლიქტი ინდოეთსა და პაკისტანს შორის პერიოდულობით ჩდება ხოლმე, ინთება ხოლმე. ბოლო იყო 99 წელს, 1999 წელს და იმის შემდეგ მეტნაკლებად დაძაბული სიტუაცია არის. აი პატარა რაღაცა მცირე ისტორიული რაკურსი, მე არ მინდა ინდოეთის დეკოლონიზაციით კი არ დავიწყოთ, არამედ აი უშუალოდ აი ამ მოვლენებით რო დავიწყოთ, რა უსწრებდა, რატომ მოხდა უცბად აი ესეთი დაპირისპირება. იქ საუბარი იყო რაღაცა წყალზე, იქ საუბარი იყო სხვა მოქალაქეების ყველობაზე, ინდოელი მოქალაქეების ყველობაზე და ასე შემდეგ. მოკლედ რა ხდება? გაგოგებინო, რატომ დაიწყო ეხლა ეს კონფლიქტი? ხო, შეიძლება არ გინდოდეს შორს წასვლა, მაგრამ ქაშმირის საკითხის გასაგებად მაინც გარკვეული ისტორიული პატარა მონახაზი შეიძლება გაკეთდეს. ქაშმირი არ არის ესე კონკრეტულად ერთი კონფლიქტი, ეს არის დიდი კონფლიქტის ერთ-ერთი ნაწილი, რომლის ფესვები თავის დროზე ბრიტანეთის იმპერიამ ჩადო, მაშინდელ ბრიტანეთის იმპერიაში. როდესაც ეს ბენგალის რეგიონი, რომელიც მთლიანად ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილია, პაკისტანსაც და ბანგლადეშსაც მოიცავს, ეს ბენგალის რეგიონი გაყო ორად, მუსლიმების ბენგალად და ინდუსების ბენგალად და აი აქედან იწყება ინდუსების წინააღმდეგობა მუსლიმი მოსახლეობის მიმართ და აქედან იწყება ზოგადად ეს ინდური ნაციონალიზმი, რომელმაც თავის დროზე სამიზნეში ამოიღო მუსლიმები და ეს ქაშმირიც არის ერთ-ერთი ნაწილი აი ამ გაყოფის, ლორდი კურცონი ცნობილი მეფისნაცვალი ბრიტანეთის იმპერიის ინდოეთში, სწორად მან მოახდინა ეს 1905 წელს, ეს იყო პირველი გაყოფა ბენგალის და საბოლოოდ უკვე როდესაც მოხდა დეკოლონიზაცია ინდოეთის და შეიქმნა ორი სახელმწიფო ინდოეთის და პაკისტანის სახით, მაშინ მოხდა ეს უკვე ფორმალურად ამ ბენგალის გაყოფა და ეს წინააღმდეგობა მოდის აქედან. უბრალოდ ერთ-ერთი ფრონტი არის ამ შემთხვევაში ქაშმირი
ქაშმირი, სადაც ინდური უმცირესობა ისტორიულად მართავდა მუსლიმურ უმრავლესობას, რომელიც დღემდე გრძელდება ეს მოცემულობა. როგორც შენახსენე, ხა ცივი ომის განმავლობაში რამდენიმე შეტაკება მოხდა აი ამ ქაშმირის არეალში. სხვადასხვა მასშტაბები იყო, სხვადასხვა შედეგებით დასრულდა. ერთ-ერთი შედეგი ის იყო, რომ 1971 წელს აღმოსავლეთ ბენგალმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა და შეიქმნა სახელმწიფო ბანგლადეში. ეს იყო პაკისტანის მაშინ მარცხი ამ შემთხვევაში, მაგრამ დღეს რაც ხდება, ეს გარკვეულწილად მოულოდნელობა იყო, ეს ფაჰალგამის ტერორისტული აქტი, რაღაც მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას გავდა, რომელსაც ჯერჯერობით ჩვენ არ ვიცით, ჩვენ ისიც არ ვიცით, ვინ იყო ამისი განმახორციელებელი კონკრეტულად, არავინ იღებს პასუხისგებლობას ამ აქტზე. უბრალოდ ინდურმა მხარემ გადაწყვიტა, რომ სწრაფი რეაგირება ქონოდა ამ მოვლენაზე, მისი ასე ვთქვათ, პოლიტიკური პოზიციებიდან გამომდინარე და დროულად მოახდინა, ასე ვთქვათ, დაიდენტიფიცირა დამნაშავე, მსხვერპლის საკუთარი თავი და მოახდინა ესეთი მკაცრი რეაგირება. ის რაც ხდება დღეს, ასე ვთქვათ, აჩენს რისკებს, რაც შენახსენე მასშტაბური კონფლიქტის, თუმცა თუ შევხედათ ჩვენ ზოგადად რეგიონულ პოლიტიკას და გლობალურ პოლიტიკას, ამ ორი ქვეყნის ინტერესში და არც ერთი პოლიტიკური ხელისუფლების ინტერესში, პაკისტანის ხელისუფლების ინტერესში და ინდოეთის ხელისუფლების ინტერესში ამჟამად ეხლა რამდენად შედის გლობალური კონფლიქტი, მე ნაკლებად წარმომიდგენია ეს იყოს მათი სურვილი, უბრალოდ ეს არის საკუთარი პოლიტიკური პოზიციების დაცვისთვის გაწეული რაღაც ესეთი პოლიტიკები, ანუ რაღაც აგრესიული რიტორიკა ინდოეთის მხრიდან და ესეთი თავდაცვითი რიტორიკა პაკისტანის მხრიდან. ისიც ვთქვათ, რომ წყლის პრობლემა არის და ეს წინა კონფლიქტებში არ იყო აქტუალური საკითხი, იმიტომ შეთანხმება იყო, რომ კონფლიქტების მიუხედავად, მოდი აქ ვთქვათ რა შემდგომარეობს, ანუ ის ტერიტორია რუსაიდანაც პაკისტანს მიეწოდება წყალი არის ინდოეთის ტერიტორია, ინდოეთს შეუძლია გადაკეთოს ეს და პრაქტიკულად დააშრობს. ხო, ანუ ეს ეხა თუ დავხედოთ რუკას რამდენიმე მსხვილი შენაკადი აქვს მდინარე ინდის, რომელიც ძირითადად პაკისტანში ჩაედინება და უმეტესობა ამ შენაკადების სათავეს იღებს აი ქაშმირის და ინდოეთის ტერიტორიაზე და ერთ-ერთი შენაკადი სანახევროდ გადაკეტა ინდოეთმა. ესეც არ არის რაღაცა თვისებრივი ცვლილება, კი რა თქმა უნდა ეს პოლიტიკურად ხმამაღლა ჟღერს, იმიტომ რომ ეხა 1960 წლის შემდგომ ეს შეთანხმება არ დარღვეულა მიუხედავად იმისა, რომ აი ამ პერიოდში 3 სასაზღვრო შეტაკება იყო ამ ორ ქვეყანას შორის, თუმცა პრაქტიკული ესეთი ნიშნულობა დიდად შემთხვევით ამ აქცაც არ აქვს, ну საბოლოოდ არ ამგონია რომ ეს წყლის გადაკეთვაც დიდხანს გაგრძელდეს. ესეც არის ჩემი აზრით ნარენდრა მოდის პოლიტიკური ნაბიჯი ამ შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება ვთქვათ, რომ საკუთარი საზოგადოება თხოვდა აი ამ ასეთ ხისტ პოლიტიკის და ასეთ ხისტ პასუხს პაკისტანის მიმართ. აი, ეხლა მაშინ ის შეკითხვა ამ კონფლიქტში სხვა ძალებს რა ესაქმებათ. აქ შემოდის მოდი თითოეული სახელმწიფო ვთქვათ, ჩემთვის გასაგებია ჩინეთს რაც ესაქმება, ის ახალი გზა, რა გზაც შეერთებულ შტატებისა და ინდოეთის შორის და საუდის არაბეთზე არის კიდე საუბარი. ხდება ეს პრინციპში ჩინეთის ალტერნატიული სავაჭრო გზის შექმნა, რომელიც ჩინეთს ესე ვთქვათ თამაშგარე მდგომარეობაში ტოვებს და აქ ეს კონფლიქტი გასაგებია ჩემთვის ჩინეთის როგორ შეიძლება გამოიყენოს რაღაც ზეწოლისთვის, რომ ეს არ განხორციელდეს. აი შეერთებულ შტატებმა რატომ შეცვალა? როგორც ვიცი, ბოლო ავღანეთის კამპანიის დროს იყო უთანხმოებები, რამდენადაც ვიცი, თალიბანის რაღაც წარმომადგენლები შედიოდნენ პაკისტანის საზღვარზე და პაკისტანი არ აძლევდა იმის საშუალებას, რომ ამერიკის ჯარებს გადაეკვეთათ ეს საზღვარი. ამის მიუხედავად, პაკისტანი ისტორიულად რჩებოდა ყოველთვის რაღაცა შეერთებულ შტატების დასაყრდენი რეგიონში. ეხლა რატომ მოხდა ეგ ცვლილება? ზოგადად ინდოეთი და პაკისტანი გამოირჩევა იმით, რომ აი ბოლო, ანუ პოსტ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში არ ყოფილან ესე ცალსახად ერთი ბანაკში მყოფი ქვეყნები, ხო, ისეთ ცნობილია, რომ ინდოეთი მას ზოგადად დაიწყო მიუმხრობლობის მოძრაობა, ხო, ბანდონის კონფერენციის შემდგომ ცნობილი ეს ნეიტრალური ქვეყნის სტატუსი ჰქონდა აი ამ ომის განმავლობაში. პაკისტანიც კი, პაკისტანი ბოლო 10 წლეულები გახდა ამერიკის მოკავშირე ქვეყანა, გამომდინარე აი ამ ავღანეთის
სამხედრო ოპერაციებიდან, თუმცა პაკისტანი იყო ჩინეთის მეგობარი, მინიმუმ მეგობარი ქვეყანა ადრე, ეხლა შეიძლება ვთქვათ, რომ სტრატეგიული პარტნიორიც, მათ აკავშირებთ უკვე სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულებაც. გამომდინარე ესეც ცივი ომის მოვლენებიდან, ინდოეთი იყო ის მოიაზრებოდა ჩინეთის შემაკავებელ ქვეყნად და ჩინეთი საპირისპიროდ პაკისტანით აბალანსებდა ინდურ, ასე ვთქვათ, ექსპანსია, აგრესია დავარქვათ ამას. ამიტომ პაკისტანიც არ ყოფილა ესე ცალსახად რომელიმე ბანაკში ამ შემთხვევაში. ინდოეთიც მსგავსად იყო, ინდოეთს საკმაოდ ესეთი ისტორიული გამოცდილება აქვს რუსეთთან ურთიერთობის, საბჭოთა კავშირთან ურთიერთობის და ასევე გამოცდილება აქვს შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის, ანუ ისინი მოიაზრებიან როგორც ბალანსის მქონე ქვეყნებად. ამ შემთხვევაში არის ბევრი კითხვა. პირველი რაც ახსენე, ჩინეთის ინტერესი ნამდვილად არ შედის ახლა აი აქ მის ორ მსხვილ მეზობელს შორის დიდი კონფლიქტი მის სამეზობლოში და დავამატოთ ისიც, რაც ახსენე, რომ პაკისტანზე გადის ჩინური აბრეშუმის გზის ერთ-ერთი მთავარი ხაზი, მთლიანად ეს ვერტიკალურად კვეთს ეს კორიდორი და ჩადის გვადარის პორტში, არაბეთის ზღვაზე, ეს გვადარის პორტიც ეკუთვნის ჩინელებს, ერთ-ერთი უმსხვილესი პორტია არაბეთის ზღვაზე და ეს მარშრუტი მოიაზრება ერთ-ერთ საკვანძოდ ჩინელების მიერ და ეს პაკისტანში სტაბილურობა და უსაფრთხოება ჩინეთის ინტერესით შედის ამ შემთხვევაში, თუმცა პაკისტანი ისეთ ანუ იმ ავანსებს ვერ აკმაყოფილებს, რაც ჩინელებს სურთ, იმიტომ რომ შიდა არასტაბილურობაა სეპარატიზმის კუთხით პაკისტანში, კონკრეტულად ეს ბელუჩისტანის რეგიონი არის საკმაოდ მყიფე პაკისტანისთვის და საკმაოდ აქტიურად მოქმედი ტერორისტული დაჯგუფებები არიან ამ რეგიონში, რომლებსაც კონკრეტული სამიზნე აქვს ამოღებული ზუსტად ეს BRI-ის აბრეშუმის გზის ინფრასტრუქტურა, მათ შორის გვადარის პორტიც და ბოლო პერიოდში ამდენჯერმე გახდნენ ჩინელი ინსტრუქტორები აი ამ თავდასხმების მსხვერპლი. ნუ პარალელურად ეხა არც მეც ვახსენე ჩემს პოდკასტში გამომდინარე იქიდან რომ გლობალური კატაკლიზმები ხდება მსოფლიოში, იცვლება რაღაცა საერთაშორისო სისტემა, ეს არსებული პარადიგმების გადახედვა ხდება, ინდოეთსა და ჩინეთს შორისაც ხდება გარკვეულწილად ურთიერთობების გადატვირთვა. იმიტომ რომ ეს ორივე ქვეყანა ხდება რომ ერთმანეთის გარეშე მათი ესეთ განვითარება შეუძლებელია. ნუ ეს ცნობილი ფაქტია, რომ ინდოეთის იმპორტის უდიდესი ნაწილი ხდება ჩინეთიდან, ანუ ინდური ბაზარი არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბაზარი ჩინეთისთვის და საპირისპიროდ ინდოეთი იღებს ამ პროდუქციას და ნუ ბოლო თვეებში ჩვენ ხედავთ, რომ აი ეს ლიდერები, ამ ორი ქვეყნის ლიდერები, სი ძინპინი და ნარენდრა მოდის აქვთ ესეთი შემრიგებლური, პოზიტიური რიტორიკა და უკვე დაიწყო საუბარი იმ კონფლიქტური სასაზღვრო ზოლების დელიმიტაციაზე, რომელიც აქვს ჩინეთს და ინდოეთს, პირველი იგივე ქაშმირში, ლადახის რეგიონთან და მეორე ეს არის აღმოსავლეთით სახელმწიფო რეგიონის სახელი დამავიწყდა, ნუ ბუტანის დასავლეთ ნაწილში. თვითონ ეს ორი ქვეყანაც არის, როგორც იცით, BRICS-ის წევრი ქვეყნები. მიმდინარე, ასე ვთქვათ, გლობალურ დაპირისპირებებში ინდოეთი იმ თავის ისტორიულ როლს ინარჩუნებს, ნეიტრალური სტატუსის მქონე ქვეყნის როლს და ის უშუალო დაპირისპირებაში, თუნდაც პოლიტიკურ დაპირისპირებაში ჩინეთთან არ შედის. ამის აღსანიშნავად საჭიროა გავუსვათ ხაზი იმას, რომ შეერთებული შტატების მიერ შექმნილ ეგრეთ წოდებულ პლატფორმას, Quads 4-ს, რომლის მიზანია ჩინეთის შეკავება და რომელშიც შედიოდა ინდოეთი, ბოლო პერიოდები შეიძლება არ ვთქვათ, რომ აღარ მონაწილეობს ინდოეთი ამ პლატფორმაზე, თუმცა გარკვეულწილად აი ამ პლატფორმის მიმართ ინტერესი აქვს დაკარგული ინდოეთს, დარჩენილი ქვეყნები არის ავსტრალია, იაპონია და კორეა და ესეც მიანიშნებს იმას, რომ ინდოეთის მოტივები არ არის ეხა ის გახდეს შეერთებული შტატებისთვის წინააღმდეგობის პლატფორმა და ჩინური შეკავების ერთ-ერთი სუბიექტი. ხო, მაგრამ მეორე მხრივ არის ესეთი მნიშვნელოვანი რამ ისრაელის ფაქტორი. აი, გასაგებია ჩემთვის ყარაბაღში, რატო და ზოგადად აზერბაიჯანთან მიმართებაში, რატომ არის აქვს ისრაელს ესეთი პოლიტიკა, იმიტომ რომ ირანის ფაქტორია, მაგრამ აი ინდოეთსა და პაკისტანს შორის რა ინტერესი აქვს
თვითონ ისრაელს. რა არის ეს ინტერესი? აქ არის გეოპოლიტიკური და იდეოლოგიური განზომილებები. ნუ პირველი ხა ისრაელი დღეს იმყოფება ისეთ სიტუაციაში, სადაც გეოპოლიტიკურ არენაზე ის კარგავს მხარდაჭერას. ნუ მოგეხსენებათ, რომ უკვე ბრიტანეთმა და საფრანგეთმაც დაიწყეს პროცედურა პალესტინის სახელმწიფოს აღიარების და თუ სწორად მახსოვს ივნისშია დაგეგმილი, რომ საფრანგეთმა ოფიციალურად ცნოს პალესტინის სახელმწიფო. ანუ საერთაშორისო ასპარეზზე ის კარგავს დიდ მოთამაშეების მხარდაჭერას და ამ შემთხვევაში ხა ინდოეთის არსებობა მისთვის მნიშვნელოვანია. მაგრამ აქ არის იდეოლოგიური განზომილებაც. ინდური ნაციონალიზმი, ეგრეთ წოდებული ჰინდუტვა, ძალიან გავს სიონიზმის იდეოლოგიას. ეს ორივე იდეოლოგია არის ისინი არიან სეკულარული იდეოლოგიები, არიან რადიკალური კონსერვატიული ნაციონალიზმები, თუმცა ორივეს ფესვი არის რელიგიური, ხო? სიონიზმსაც უნდა ვეძახოთ, რომ სეკულარული ნაციონალიზმია და სიონისტებმა თქვა, რომ ისინი არ არიან რაღაცა ღრმათმორწმუნე იუდეველები, აი რო არ ყოფილიყო იუდაიზმი, არ იქნებოდა ხო ისრაელი, მანდ-მაინც ახლა იერუსალიმში არ წავიდოდნენ სახელმწიფო შესაქმნელად და დაახლოებით იგივე შინაარს ატარებს ეს ჰინდუტვაც, ნუ მას აქვს რელიგიური ფესვები, თუმცა ის არის სეკულარული ეთნიკური ნიშნის მქონე ნაციონალიზმი, რომელიც ხშირად შოვინიზმშიც კი გადაიზრდება ხოლმე და აი ამ ორივეს თავარი პრობლემა ორივეს თავარი ესეთი ხო სამიზნე აუდიტორია თუ რა ვთქვი, სამიზნე ჯგუფი, რომლის წინააღმდეგაც ეს ნაციონალიზმი მიემართება არის ისლამი და ეს ამ შემთხვევაში მათ აერთიანებს. თვითონ ეცეს მე მგონი ანუ პაკისტანელების განცხადებებით ღაზასთან მიმართებაში და გარკვეული ხარდაჭერა ნუ ეს არის რამდენად სამხედრო იყო, მაგრამ პოლიტიკური აშკარად იყო. ეცაც ალბათ ფაქტორი იქნება ალბათ, ხო? ხო, ესეც აი გეოპოლიტიკური რეალიებიდანაა გამომდინარე, ნუ რახანთი ინდოეთი გვევლინება ისრაელის მხარდამჭერად, პაკისტანის როგორც სუნიტი მუსლიმური ქვეყანა, ისიც საკუთარ მხარდაჭერას ავლენს პალესტინელების მიმართ. ნუ პაკისტანი საპირისპიროდ აზერბაიჯანის საკმაოდ ახლო მოკავშირეც არის აი ყარაბაღის ბრძოლაში და თუ სწორად მახსოვს პირველი ყარაბაღის ომში პაკისტანი ეხმარებოდა კიდევაც აზერბაიჯანს აი ამ დაპირისპირებაში. მაგრამ აქ თვითონ განვიხილოთ რა ტიპის ხელისუფლებები არის აი ამ ორ ქვეყანაში და რატომ არის მაგალითად ეს დაპირისპირება რომ ჯერ კიდევ არის, ხო? ნარენდრა მოდის ხელისუფლება ძალიან გავს რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მმართველობას. ის ეფუძნება კონსერვატიზმს, პოპულიზმს, იგივე ნაციონალიზმს, სახალხოობას, რომელსაც პოლიტიკურ სივრცეში შემოყავს ის სოციალური ჯგუფები, რომლებიც მანამდე არ მონაწილეობდნენ პოლიტიკაში, ხო? ანუ ის დავარქვათ ამას ჩუმი უმრავლესობა, ხო, ეს კონსერვატიული, პერიფერიული საზოგადოება, ხო? იგივე პარალელები ივლება ერდოღანთან, სადაც ეს თურქეთის ისლამური საზოგადოება შემოყავს პოლიტიკაში და ნუ საპირისპიროდ ამისა პაკისტანში ხვდებით ისლამური დემოკრატიის პარტიის მმართველობას, რომლის მთავარი ასეთი ღერძი იდეოლოგიური არის ისლამი, ეს შარიფების ოჯახი, რომლებიც უკვე აწლეულებია მართავს პაკისტანს, ეს არის ოლიგარქიული ბიზნესმენთა ჯგუფი, რომელიც საკუთარ ამ სოციალურ სტატუს-კვოს ინარჩუნებს ამ ისლამიზმზე დაფუძნებით. ნუ ეხა ეს არ არის რადიკალური ისლამიზმი, მაგრამ ერთადერთი გამოსავალი ნახეს ელიტებმა პაკისტანის როგორც სახელმწიფოს ერთიანობის შესაქმნელად. ისლამი სხვათა შორის აი პაკისტანის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ მისი ყოფილი პრემიერი იმრან ხანი იყო ისეთი პოლიტიკოსი, რომელიც შეეცადა პაკისტანის როგორც სახელმწიფოს გაერთიანებას არაისლამური განზომილებით, არამედ როგორც სამოქალაქო ნაციონალიზმის გაგებით და ის იყო რაღაც საყოველთაო პოლიტიკოსად მოიაზრებოდა, რომელიც აერთიანებდა იმ სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს, რომლებიც ცხოვრობენ პაკისტანში და რომელთაც ერთმანეთთან დიდად ესეთი მეგობრული ურთიერთობა არ აქვს და ეს იმრან ხანი ამიტომაც ითვლებოდა პაკისტანში ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსად, მაგრამ როგორც შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, აი შარიფების ოჯახმა, მასთან დაპირისპირებულმა ოლიგარქატმა ის ჩამოაშორა
კარი ძალების დახმარებით ხელისუფლებას მოუწყვეს საპარლამენტო გადატრიალება და შემდგომ რაღაც ვერ ვიტყვი ხა გამოგონილი ბრალდებებით, მაგრამ რაღაც კორუფციული ბრალდებებით ის იმყოფება საპატიმროში. ანუ პაკისტანთან საინტერესო ის არის, რომ პაკისტანი როგორც ასეთ ისტორიულად სახელმწიფოდ არ არსებულა, არც რაღაცა პაკისტანური ერი არსებობს. ეს არის ახალი სახელმწიფო, რომელსაც უჭირს ინტეგრაცია და აი საკუთარი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება. ის არის რაღაცა შეკოწიწებული ეთნიკური რეგიონების მიერ და ეს ბოლო მისი არსებობა თითქმის უკვე 80 წელიწადია დგას აი ამ ანტიინდურ რეაქციაზე და არაში და რაღაც გამოერთიანებულ პოზიტიურ დღის წესრიგზე. თუ მაგალითად ახლა ეს ინდური საფრთხე არ იქნება, შიდა პრობლემები ექნება პაკისტანს. და გარდა ამისა ეს რომ დავამატოთ ახლა რაზეც ვისაუბრეთ, ხო ეს გეოპოლიტიკური განზომილება პაკისტანში არეულობები აწყობს დასავლურ ძალებს, აი ამ ზუსტად აბრეშუმის გზის ჩასაშლელად და მეზობელ ირანში პრობლემების შესაქმნელადაც, იმიტომ რომ აი ეს ბელუჩისტანი, რომლის მთავარი ცენტრი არის პაკისტანში, ნაწილი არის ირანშიც და თუ სწორად მახსოვს შარშან იყო რომ ტერორისტული აქტი მოხდა ირანის ტერიტორიაზე, აი ბელუჩისტანში და გარკვეული ესეთი დიპლომატიური სკანდალიც კი იყო პაკისტანსა და ირანს შორის, თუმცა რადგან ამ ორ ქვეყანას ეს საერთო პრობლემა აქვს, ეს დიპლომატიურად მოგვარდა და ეს ქვეყნები აი უსაფრთხოების საკითხში ამ კუთხით თანამშრომლობენ. საინტერესო არის ამ პროცესში თვითონ შიგნით, პაკისტანის შიგნით, ანუ არის ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც უნდათ ომი და ეგ არ არის უბრალოდ რიტორიკა. ანუ მათ ნამდვილად უნდათ ეს ომი და ამ ომით ქმნიან ომის რიტორიკით ქმნიან საკუთარ პოლიტიკურ რაღაცა PR-ს ან რეიტინგს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კი, ეს არის რაციონალური არგუმენტი. გამომდინარე იქიდან, რომ აი შარიფების ბიზნეს ოჯახს არ აქვს დიდი ლეგიტიმაცია თვითონ პაკისტანში. მათ ლეგიტიმაციას ახდენს პაკისტანური არმია, რომელიც აფილირებულია შეერთებულ შტატებთან, მათ მიერ შექმნილი სამხედრო კორპუსია, ეს შეიძლება ესეც ვთქვათ. და აი ამ ეს ორი ძალაუფლების ღერძი ერთმანეთთან თანამშრომლობით ინარჩუნებს მათ პოლიტიკურ სტატუს-კვოს. შეიძლება ვთქვათ, რომ ეს ომის საფრთხე და რიტორიკა გარკვეულწილად მათ აი ამ სტატუს-კვოს ინარჩუნებს და შეიძლება ვთქვათ, რომ რაღაც დონეზე ლეგიტიმაციასაც კი იძენენ, მაგრამ ჩვენ უნდა განვიხილოთ რა მასშტაბის ომთან შეიძლება გქონდეს, ხო, საქმე, ხო, თუ ეხა ეს პატარა სასაზღვრო შეტაკებები იქნება, ეს ორი მხარისთვის მისაღებია, რაც უნდა გასაკვირი იყოს, თუმცა სრულმასშტაბიანი რაღაცა დიდი ომი კატეგორიულად მიუღებელია პაკისტანისთვის, იმიტომ რომ სტატისტიკურ მონაცემებს თუ ჩავხედავთ, ინდური არმია დაახლოებით ორჯერ და მეტჯერ უფრო დიდია რაოდენობრივათაც, თვისობრივათაც. ერთადერთი შემაკავებელი, რაც ამ შემთხვევაში ექნება პაკისტანს, ეს არის ბირთვული იარაღი, რომლის ბირთვულ სტრატეგიაში ისიც წერია, რომ პაკისტანს შეუძლია ბირთვული იარაღი საკუთარ ტერიტორიაზეც კი გამოიყენოს, თუ კი ინდოეთი მოახდენს მის ოკუპაციას. სავარაუდოდ ამაში იგულისხმება ქაშმირის პაკისტანური ნაწილის ოკუპაცია თუ მოახდინა ინდოეთმა, მაშინ შეიძლება პაკისტანი იტოვებს უფლებას, რომ გამოიყენოს ბირთვული იარაღი, თუმცა ეხა ეს სცენარები რამდენად მისაღებია, ეს საკითხავია. მაგალითად ეხა რამდენიმე დღის წინ შეხვდა ესეთი ინფორმაცია, რომ თვითონ პაკისტანსაც აქვს ჭურვების და რაკეტების დეფიციტი, რომელიც შეიძლება რამდენიმე კვირაზე მეტხანს ვერ გაძლოს. ამიტომ ასეთ მოცემულობაში რთული არის ეხა ომის წარმოება პაკისტანისთვის. ეხა ინდოეთი ალბათ უკეთეს მდგომარეობაშია. ინდოეთმა განიცადა სერიოზული ეკონომიკური წინსვლა, რაც პაკისტანს არ განუცდია. ინდოეთმა მოახდინა ტექნოლოგიური განვითარება, სერიოზული და ინდოეთი ერთ-ერთი მზარდი და დიდი ეკონომიკა, მე მგონი ყოველ შემთხვევაში 10 ეკონომიკაში შედის სოფლიოში. მეხუთე ეკონომიკა სოფლიოში. ერთ-ერთი დიდი ეკონომიკა, გასაგებია რომ ჩინეთს, შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს ჩამორჩება, მაგრამ აზიის მასშტაბით ეს არის ერთ-ერთი დიდი ეკონომიკა. და შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს რაღაცა ინდური ექსპანსიის დაწყების რაღაც ეტაპი იყოს. ამის საფუძვლები არსებობს, იმიტომ რომ ინდოეთი გადის ისტორიულ ტრანზიციას და რა იგულისხმება ხამ ტრანზიციაში ინდოეთში ხდება ელიტური ცვლილებები. აი ნარენდრა მოდის ეს სახალხო დავარქვათ ახლა სახალხო ელიტები მოდიან ძალაუფლებაში და ნარენდრა მოდის
ესეთი სამიზნე მოპაექრე არის ძველი ელიტები, ნუ ამას უწოდებენ ნერუისტებს, ანუ მაგრამ როგორც სამიენა არის, სამიენა არის ძირითადად და ეს ენობრივი პრობლემაც არის. ჰინდუს ის უნდა მარტო ჰინდუს გამოყენება უნდა, იმიტომ რომ შტატებში საკი ნაციონალური ენებიც არის და რაც თავარი, ანუ ამ ელიტური ჩანაცვლებით ხდება ინდოეთის პოსტკოლონიალური გაგების ცვლილება. ძველი ელიტები მეტნაკლებად აფილირებულები იყვნენ ბრიტანეთთან, სწავლა განათლება ჰქონდათ ბრიტანეთში მიღებული, რაღაც კულტურული აფილაცია ჰქონდათ ბრიტანეთთან და ნარენდრა მოდის ეს სახალხო ელიტები არის ორგანული ავთენტური ინდური ელიტები, რომელთაც განათლებაც მიღებული აქვთ ინდოეთში, უფრო მეტი აფილაცია აქვთ ეროვნულ რაღაც სუვერენულობასთან. საუკეთესო მაგალითი ამისთვის არის ეს ცნობილი საგარეო საქმეთა მინისტრი ჯაიშანკარი, რომელსაც აქვს განათლება მიღებული ინდოეთში და არა მაგალითად ბრიტანეთში, სხვა ასე ვთქვათ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისგან განსხვავებით და ნუ ხედავთ კიდევაც ჯაიშანკარის პოლიტიკურ რიტორიკაში, რომ ის ასე ვთქვათ ინდურ სუვერენულობას მყარად იცავს გეოპოლიტიკურ ისტორიას ეხება, რადგან გეკითხები. მე ვიცი რომ ინდოეთისთვის ის ინგლისური კოლონიალური პერიოდი დადებით პერიოდად იყო მიჩნეული, რომ როგორც იქამდე ინდოეთი როგორც ერთიანი სახელმწიფო არ არსებობდა, იყო მოგოლების რაღაცა ბატონობა, მონღოლების არა მოგოლები ხო. და რომელიც გენოციდს აწარმოებდა ინდუსების წინააღმდეგ და ბრიტანელები გარკვეულწილად ხსნელებათაც კი არიან მოვლენილები და იმათ ვინც ინდოეთის პოლიტიკური პროექტი შექმნა რეალურად. ეხლა ეს ამის რევიზია მიდის თუ ჯერ არა? ხო, ხა რამდენად შექმნა ეგეც სადაოა, იმიტომ რომ როდესაც ინდოეთმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა, მან ეს მისი ტერიტორიების ძალიან ბევრი დიდი ნაწილი მაშინ დაკარგა, ხო, იგივე ეს ბანგლადეში ვახსენეთ, ეს პაკისტანი ვახსენეთ, შრი-ლანკამაც მალევე მოიპოვა დამოუკიდებლობა, ნუ ბუტანი ცალკე საკითხია, ნუ მალდივებიც აღიქმნებოდა ინდური გავლენის სივრცეთ, მე მალდივებმა უკვე მოგვიანებით, ანუ ეს ბრიტანული ინდოეთისგან მხოლოდ ნაწილი დარჩა დღევანდელი ინდოეთის. ხო, ანუ ამის გადახვედა ხდება, ნუ აი ნარენდრა მოდის ახალი ელიტები უკვე ნეგატიურად უყურებენ ამ ბრიტანულ იმპერიის კოლონიურ ეპოქას და ნუ რაც ვახსენე მაქსიმალურად ხდება ბიუროკრატიაში აი ამ ადგილობრივი კადრების დასაქმება, ანუ რომელმაც არასაძვალგარეთ მიიღეს განათლება არამედ ინდოეთში და შეიძლება ახსენე კიდევ ეს ეკონომიკური და არის მეტწილად განპირობებული ამ IT სფეროს განვითარებით ინდოეთში და ბოლოს წერენ რომ მაგალითად პირველად ხდება რომ ინდოეთის ისტორიაში ქალი ერთვება აქტიურად ეკონომიკაში და ქალების ჩართულობა ეკონომიკაში არის ერთ-ერთი წამყვანი ის ასპექტი, რამაც აი ეს ინდური სწრაფი ზრდა განაპირობა ბოლო წლებში, რომელიც არის მე მგონი დიდ ოცეულში ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა. ესე აი ინდოეთს აქვს თუ არა რაღაცა ისეთი ექსპანსიური ზრახვები, რომელიც ცდება ბრიტანეთის ინდოეთის საზღვრებს. აქვს თუ არა? ხო, ხარ რთული ამის თქმა, მე დამავიწყდა ბირმაც ინდოეთის ტერიტორია იყო და მაშინ ბირმაც, ნუ დღევანდელი მიანმაც მაშინ ინდოეთმა დაკარგა. ხარ რამდენად აქვს ექსპანსიური მოტივები, ნუ გეოგრაფიულად ის შეზღუდულია ჩრდილოეთით, დასავლეთით, ერთადერთი სივრცე რომელთაც შეიძლება გაქანების არეალი იყოს ეს არის აღმოსავლეთი, ამ შემთხვევაში ბანგლადეში და მიანმარ, თუმცა ეხა რაღაც უშუალოდ თუ კულტურულ ექსპანსიაზე ვიძახით, ნუ ეს ყოფილი ინდური ტერიტორიები შეიძლება მოვიაზროთ, მაგრამ თუ ეხა სამხედრო ტერიტორიულ ექსპანსიაზე ვსაუბრობთ, ნაკლებად სავარაუდოა რაღაც მომავალში ესეთი სცენარები ვიხილოთ, იმიტომ რომ ნუ როგორც ვახსენეთ, ეხა ქვეყანა, ანუ ინდოეთის მიზანი არის რომ ის გახდეს გეოპოლიტიკური მოთამაშე, რომელსაც რაღაცებს შეეკითხებია. ამისათვის საჭიროა ეკონომიკური განვითარება, ახალი რაღაცა ეკონომიკური ჩარჩოს შექმნა, სადაც ის სიღარიბე აღარ იქნება ინდოეთში, რაც არის, განკუთვნილად რაღაცა ჩინური მოდელის გადმოტანა, ნუ მოდელის გადმოტანა არა, მაგრამ ჩინური გზის გავლა ინდოეთისთვის, რომელიც გახდის მას
წარმატებულ ძლიერ ქვეყანად, მაგრამ თუ ამ გზაზე ხა ომების წარმოება და გარკვეულწილად რაღაც ექსპანსიური პოლიტიკების გატარება პირიქით ინდოეთს გახდის არა მიმზიდველ ქვეყნად ინვესტიციებისთვის, არამედ პირიქით ინვესტიციებისთვის იქნება სარისკო. ნუ ის აღსანიშნავია, რომ აი ამ ინდოეთის ეკონომიკური განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის იაპონური ინვესტიციებს. იაპონურმა ინვესტიციებმა საკმაოდ ისეთი დიდი ბუსტი მიცეს აი ამ ბოლო პერიოდის ეკონომიკურ განვითარებას. ამიტომ ის შეეცდება ინდოეთი, რომ აი ამ ნეიტრალური პოლიტიკური სტატუსის მქონე ქვეყნის ფარგლებში აი ეს გლობალური ინვესტიციები მოიზრდეს. მათ შორის ჩინური, იგივე მაგალითად ახლა რუსული ნავთობის რაღაც ულიმიტოდ შესყიდვაც აი ამ ლოგიკაში ჯდება. და ნუ მესამე სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებთან უკვე სტრატეგიული თანამშრომლობის დაწყება აი იმ ზუსტად იმ კორიდორის პროექტის ფარგლებში, რომელიც შენახსენეთ დასაწყისში. მოდი ცოტა საქართველოს პოზიციიდან შევხედოთ. ინდოეთის პოლიტიკა გასაგებია, ეს არის შემოვლითი გზის შექმნა, რომელიც მაგ დიდ აბრეშუმის გზას გვერდ შემოუვლის, ხოლო პაკისტანის შემთხვევაში პაკისტანი არის ერთ-ერთი ქვეყანა იმ სხვა ქვეყნებთან ერთად, რომელიც გზაც გავა და მე იდეაში საქართველოშიც უნდა შემოვიდეს ეს გზა, ხო? პაკისტანის გზა საქართველოს რამდენად შემოდის, ამაში არ ვარ დარწმუნებული. ეს უფრო გათვლილია აფრიკა, არაბეთის ტერიტორიისკენ და ნუ ქართული გზა არის ძირითადად ევროპის მარშრუტზე. ანუ ესეც ცენტრალური კასპიის ზღვამდე. კი, ეს სხვადასხვა მარშრუტებია, ეს შუა დერეფანის სხვა მარშრუტია, პაკისტანის მარშრუტი სხვა მარშრუტია. ნუ ეს როგორც გითხარი, აფრიკაზეა ძირითადად ორიენტირებული, როგორც იცით, ჩინეთს აქვს ინტერესები აფრიკულ ქვეყნებში და არაერთ რაღაც მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტია. ახლა ეს კონფლიქტი რატომ არის საინტერესო ჩვენთვის? ეს კონფლიქტი საინტერესოა ჩვენთვის, რომ ჩვენ შეიძლება გეოგრაფიულად შორს ვართ, მაგრამ ჩვენ ნახეთ ორივე ეს ქვეყანა კავკასიის კონფლიქტში. ჩვენ ნახეთ ის, რომ ინდოეთი შეერაღებას აძლევს სომხეთს, ჩვენ ნახეთ ის, რომ პაკისტანი შეერაღებას აძლევს აზერბაიჯანს. ან ერთს, ან მეორეს კავკასიაში, მოდი ესე ვთქვათ, რა ესაქმება? რატომ არიან დაინტერესებული კავკასიიდან? ნუ პაკისტანის შემთხვევაში ეს იყო რაღაც ისლამის საკითხი, აზერბაიჯანის ხარდაჭერა და ნუ ეს ინდოეთის ჩართულობა იყო ეს კონტრქმედება აი ამ პაკისტანის ქმედებაზე შეიძლება ესე აღწეროთ. მაგრამ ჩვენთან მიმართებაში, ნუ კავკასიასთან მიმართებაში ჩვენთან ახლა რამდენად კონკრეტულად არ ვიცი, მაგრამ კავკასიასთან მიმართებაში ეს არის ახალი სატრანსპორტო დერეფნის პროექტი, რომელიც აქვს რუსებს, ირანელებთან, ეს არის ჩრდილოეთ სამხრეთის სატრანსპორტო დერეფანი, ესე ქვია, რომელიც იწყება პეტერბურგში და ბანდარ-აბასის პორტში ჩადის ირანში, სპარსეთის ყურეზე, რომელიც ახლახანს დაიწვა და ეს ბანდარ-აბასის პორტი შემდგომ ზღვით უნდა დაუკავშირდეს მუმბაის და ინდოეთის დასავლეთ სანაპიროზე მხოლოდ პორტებს. ანუ აი ამ დერეფანში არის ინდოეთიც მოაზრებული. ნუ ეს დერეფანი ძირითადად გადის ორი შტოაკ რეალურად ერთი სახმელეთო აზერბაიჯანზე გადადის და მეორე საზღვაო კასპიას ზღვას ასტრახანიდან ბანდარ-ანცალის პორტი არის კასპიის ზღვაზე ირანში. ეს ორი მიმართულება აქვს. ეს ინტერესია ამ შემთხვევაში ინდოეთს აი ამ ჩრდილოეთის მიმართულებით. პაკისტანს კავკასიასთან ნუ ეს მხოლოდ ჩემი აზრით ეს ისლამური იდეოლოგია. ასე გებია. კარგით, მოდით შევაჯამოთ რაღაცნაირად. რამდენად, მოდი ესე ვთქვათ, რამდენად უნდა გვეშინოდეს ჩვენ ამ შემთხვევაში როგორც ქართველებს არ ვსაუბრობ, როგორც საერთაშორისო საზოგადოების ნაწილს, რომ იქ შეიძლება რაღაცა დიდი კონფლიქტი დაიწყოს. რამდენად გამოჩნდა ახლა ამის რაღაც ნიშნები, თუ ეს იყო უბრალოდ ერთ-ერთი რაღაცა ეპიზოდი, რომელიც შედეგადაც შიგნით როგორც ინდოეთში ჩაეწერს ვიღაცები ქულებს, ისე პაკისტანში ვიღაცები. ხო, მე უფრო აი სცენარი მგონია ვიდრე პირველი, იმიტომ რომ ეს ემოციურმა ფორმა უკვე გადაიარა, თუ რაღაცა აქ მასშტაბური კონფლიქტზე იყო საუბარი, აქამდე დაიწყებოდა უკვე თითქმის 2 კვირაა გასული. ნუ ტრადიციულად ხდება სამხედრო მობილიზება სასაზღვრულოში, არის პატარ-პატარა შეტაკებები, თუმცა ისეთი ხასიათიც კი არ მიუღია, როგორი შეტაკებებიც იყო 90-იან წლებში, იგივე 60-იან წლების შუა პერიოდში. ამიტომ ეს მოვლენების ასეთი განვითარება იძლევა იმის საფუძველს, რომ ეს იქნება ეს ლოკალური სახის მოვლენა და როგორც აღნიშნე, ეს პოლიტიკური ელიტები ორივე ქვეყანაში რა გარკვეულ პოლიტიკური დივიდენდებს ამით მიიღებენ. ნუ რა თქმა უნდა, ხა მასშტაბური კონფლიქტი აქ არავისთვის მისაღები არ არის, იმიტომ რომ როგორც ვახსენეთ,
შეიძლება ის გადაიზარდოს ბირთვულ ომში, ну რაც ნიშნავს არათუ მარტო მსხვერპლს, ნიშნავს ძალიან დიდ მიგრაციულ ტალღებს, როგორც აღმოსავლეთით ასე ეკოლოგიურ კატასტროფას, ეკონომიკურ კატასტროფას. ну როგორც ეს უფრო რაღაც რაციონალობის მიღმა, რომელიც არ მგონი ახლა ორივე პოლიტიკური ელიტა საკმაოდ რაციონალურია, პრაგმატულია, არის როგორც თვითგადარჩენაზე მოფიქრალი, ასევე განვითარებაზე მოფიქრალი, ამიტომ ახლა ეს არც ერთის ინტერესში არ არის მსგავსი სცენარები, ჩემი აზრით. სოფლიოში მიმდინარე პროცესები არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეხლა ჩვენ ცხოვრობთ პერიოდში, როდესაც იწყება გარკვეულწილად ახალი გადანაწილება, ბევრი საუბრობს ახალ სოფლიო წესრიგზე და ყველა ის დაპირისპირება საბოლოო ჯამში შექმნის ერთიან ახალ სამყაროს და დაპირისპირებებს გაჩნდება დღეს. ამიტომ საქართველოში ჩვენ უნდა ვადევნოთ თვალყური როგორც ინდოეთ-პაკისტანის დაპირისპირებას, ისე ისრაელ-პალესტინის დაპირისპირებას და აბსოლუტურად ყველა დაპირისპირებებს, რომელიც ჩვენთან ახლოს არის და ჩვენ რაღაცნაირად შეიძლება პირდაპირ არა, მაგრამ ირიბად მაინც გვეხება. სწორედ ამიტომ უნდა ვიმსჯელოთ ამ საკითხებზე, ვიფიქროთ, რომ ჩამოვიყალიბოთ გარკვეულწილად გეოპოლიტიკური რაღაც ხედვები და გქონდეს ჩვენი პოზიცია ამ საკითხებთან დაკავშირებით, არ ვიყოთ მოწყვეტილი ამ საკითხებს და ვიმსჯელოთ ამაზე. აუცილებლად დაწერეთ კომენტარები, დავიწყოთ საუბარი ამ საკითხებზე და ჩავერთოთ, რაც შეგვიძლია აქტიურად. მადლობა ყურადღებისთვის, მოვა შეხვედრამდე. Yeah.